ბატონშალვა, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრებით ჰქონდათ პეკინში, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან. როგორი იყო ეს შეხვედრები, რომ გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი გზავნილები მოისმინეთ და რა შედეგი ჰქონდა? უბრალოდ ყოველისა თავისუფლი ეს ვიზიტი არის ისტორიული მნიშვნელობის იმ გაგებით, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში არის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა ჩინეთში, რაც აჩვენებს მნიშვნელობას, რომელსაც ორივე მხარე ვანიჭებთ ამ ვიზიტს და ჩვენს ქვეყნებს და პარლამენტებს შორის ურთიერთობას. დღეს მქონდა შესაძლებლობა შევხედროდი სახალხო კონგრესის თავმჯდომარეს, ასევე პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის თავმჯდომარეს. ჩვენ საუბარი ჰქონდა საგამომდევნო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე. ჩვენ ორივე პარლამენტში შექმნილი გვაქვს მეგობრობის ჯგუფები და რომელთაც აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია, თუმცა მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ვიზიტი ამ ვიზიტმა მისცეს ახალი იმპულსი პარლამენტებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო გაცვლა სხვადასხვა მიმართულებებზე. დღეს ჰქონდა საუბარი როგორც პოლიტიკური თანამშრომლობა პარლამენტებს შორის, ასევე სექტორული მიმართულებით, განსაკუთრებით რაც შეეხება განათლების მიმართულებას, სადაც სამინისტროების დონეზე არის მჭიდრო თანამშრომლობა და პარლამენტები ამ მხრივ ვაპირებთ, რომ ხარი დაუჭიროთ ამ თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის და ამ მხრივ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არის ღვინო როგორც საექსპორტო პროდუქტის ჩინეთში ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდა. საუბარი ჰქონდა ასევე საერთაშორისო პლატფორმებზე თანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის საკითხებზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საერთაშორისო სამართლის და წესრიგის მნიშვნელობაზე. ჩინეთი და საქართველო ორივე ვთქვათ მთავარ პრინციპზე, რომ მშვიდობიანი განვითარება არის წესრიგზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი, რომელიც სამწუხაროდ დღეს გამოწვევების წინაშე დგას და ამ მხრივ ჩინეთს განსაკუთრებული როლი აქვს როგორც გლობალურ მოთამაშეს, რომ ამ აღრეულ დროში როდესაც ხედავთ ჩვენ კოლაფს წესრიგზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა, შეძლოს საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში დაბრუნება საერთაშორისო ურთიერთობებში. სამწუხაროდ ბევრი ქვეყანა დღეს ვერ გამოირჩევა იმით, რომ საერთაშორისო სამართალს ასე მტკიცედ პირდაპირ და განუხრელად უჭერს მხარს, როგორც ამას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აკეთებს და ამ მხრივ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად თანხვედრი მიდგომები საერთაშორისო სამართლის და მშვიდობიანი განვითარების საკითხებს. ბატონშალვა, თქვენი ჩინელი კოლეგა დაპატიჟეთ თბილისში, როგორც ვიცით, როგორ იყო მისი მხრიდან პასუხი, რამდენად არის მზაობა, რომ ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი შეიძლება შედგეს? მე იმედი მაქვს, რომ მალე შევძლეთ, რომ ეს ვიზიტი განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გარდა ოფიციალური საუბრისა და ნაწილისა ჰქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ასევე პარლამენტარებს შორის პიროვნული ურთიერთობები და გაცვლა, მოვიწვიეთ დელეგაციები საქართველოში და ასთავარია მოვიწვიეთ თავმჯდომარე და მისი პირველი რეაქცია მაიმედებს მე, რომ მალე იქნება შესაძლებელი, რომ ეს ვიზიტი განხორციელდეს. მას დიდი ინტერესი აქვს საქართველოს მიმართ, საქართველოს კულტურის მიმართ. ჩვენ ორი უძველესი ცივილიზაცია ვართ და ამ მხრივ ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთინტერესი ბუნებრივიც არის. ეხება სხვა პოლიტიკურ საკითხებს, ვიცე-პრემიერმა გააჟღერა დღეს ინიციატივა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შეურაცხყოფელი კამპანიის და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი იქნება და შემდეგ სამართლებრივი რეაგირება. რამდენად მწვავედ დგას ეს პრობლემა და რა ელოდებით ამ ინიციატივას? დიახ, რა თქმა უნდა, ერთი რამე უნდა გავიაზროთ, რომ სიძულვილის ენა, ზიზღი და დაპირისპირების შემოტანა, განსაკუთრებით ჩვენ ამას ხედავთ სოციალურ მედია, რომელიც ვინაიდან აქვს ასე ვთქვათ ფართო წვდომა ადამიანების გონებებამდე, ასე ვთქვათ, უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაც ესთეტიკის საკითხი, რომ სიძულვილის ენის თუ ზიზღის ენის გამოყენება ხდება. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი. ვინაიდან სიძულვილის და ზიზღის წაქეზება და დათესვა ვატყობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი
რაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსონეებს შერჩათ ხელში. სწორედ ამ ინსტრუმენტს იყენებენ ქვეყნის ასარევად, შუღლის შემოტანას, სიძულვილის შემოტანას, იმისთვის რომ შემდეგ გადაკიდონ ადამიანები ერთმანეთს, არიონ ქვეყანა და არეულ ქვეყანაში შემდეგ თავისი სასარგებლო შედეგებს მიაღწევს. ამიტომ სიძულვილის და ზიზღის ენა ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, არ არის მხოლოდ რაღაც ემოციების საკითხი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან ამ მეთოდს იყენებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წიგნებიდან გადმოწერით, იყენებენ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, საზოგადოებაში დაბნეულობის შესატანად და საზოგადოებაში ადამიანების ერთმანეთის წასაკიდებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პროაქტიულად თავის ხელში აიღოს ამ ჩვენ ქვეყანაზე ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის ხელი შეშლა. ამავე თემაზე მინდა რომ ჩაგეკითხოთ, ეს ინიციატივა როგორ ფიქრობთ, რას მისცემს საქართველოს სიძულვილის ენის პრევენციის კუთხით? რამდენად კარგად იმუშავებს მაგალითად ამ შეიძლება რომ ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო დაუბრუნოთ ქართულ ფასეულობებს. სამწუხაროდ ჩვენ ბრიუსელის ფასეულობებს ხედავთ სალამდეც მივყავართ, იმიტომ რომ ზიზღის ენა სწორედ იქიდან არის წაქეზებული. ჩვენ ხედავთ რომ რამდენიმე ელჩი არის, რომელიც ამაში ჩართულია საქართველოში, ხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ზიზღის ენად არიან ჩართულები, ფაშისტურ გამონათქვამებს იყენებენ ქართველი ხალხის მიმართ. ყველას ვინც კი თუ დააკვირდებით სოციმედიას განსაკუთრებით, ყველა ვინც კი ზიზღს თესს სოციმედიაში, ყველას მაგალითად იხილავდით ევროპის დღეზე 9 მაისს. ეს ერთი და იგივე სახეებია, ერთი და იგივე სახელებია, ვინცაც იხუტებს დღეს ბრიუსელი, ისინი არიან სწორედ ვინც საზოგადოებაში ცდილობს რომ ზიზღი დათესოს. ამიტომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საზოგადოების ყველა სფერო ქართულ ფასეულობებში. ვინაიდან ბრიუსელის ღირებულებები ჩანს რომ არის ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი, ამიტომ ჩვენ ჩვენსას დაუბრუნდეთ, ჩვენს კულტურულ ჩარჩოებში ვიყოთ და სხვებისგან თავს მოხვეულ ზიზღს და დაპირისპირებას და შუღლს სათანადო პასუხი გავცეთ. ბატონო შალვა 26 მაისს ოპოზიცია გეგმავს შეკრებას დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პარალელურად ისინი ანონსებენ საპროტესტო აქციას. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ეს აქცია და რამდენად თავად აღნიშნეს რომ მნიშვნელოვანი იქნება ხალხის რაოდენობა, როგორი მოლოდინება ამასთან დაკავშირებით? ჩვენ ვიცით რა არის ამ შეკრების მიზანი. მიზანი არის რომ რაც თქვენს თვითონაც საჯაროდ წამოწდათ, რომ მიზანია რომ მათ გარეთ დამკვეთებს თავები დაათვლებინონ, რომ აჩვენონ რომ საკმარის რაოდენობა არიან და აგერ ასრულებენ მათ დაკვეთას, მაგრამ მეორე მხრივ ვიცით რას ნიშნავს ეს რეალურად. რეალურად ნიშნავს რომ ჩვენ ხედავთ უკვე თვალნათლივ ჩამოყალიბდა ჯგუფი ადამიანებისა, ის 4 ოქტომბრის მოქალაქეები, რომლებიც 4 ოქტომბერსაც ვიხილეთ, რომლებიც გაემიჯნენ საქართველოს მთავარ ფასეულობებს. ჩვენ ეს ხალხი 4 ოქტომბრის გადამტრიალებლები, რომლებიც ახლა კიდე იგეგმებიან 26 მაისს, ეს ხალხი ჩვენ ამ ხალხს ხედავთ ყველგან, სადაც ცდილობენ, სადაც არის ძალადობა, სადაც არის ზიზღი, სადაც არის ქართული ინტერესების, საქართველოს ინტერესების დათმობა, სხვების ინტერესების სასარგებლოდ და ვერ ვნახეთ ეს ხალხი ჩვენი პატრიარქის გაცილებისას, ვერ ვნახეთ ეს ხალხი ახალი პატრიარქის აღსაყდრებისას, ვერ ვნახეთ ეს ხალხი ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმისას, ვერ ვნახეთ ეს ხალხი ოჯახური სიწმინდის დღის აღნიშვნისას. ანუ არის ქვეყანა, არის საზოგადოება, არის მისი ისტორიული გზა და განვითარება და მომავალი ხედვა და ყავს ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც თავს კომფორტულად გრძნობენ ელჩებთან, უცხო ქვეყნის ელჩებთან, კომფორტულად გრძნობენ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებთან და თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ეკლესიებში, საკუთარ რეგიონში, საკუთარ ხალხთან ერთად. ამიტომ ამ მხრივ ვფიქრობ, რომ ეს კარგი პროცესია, ვინაიდან სახელობითად ხედავთ, სახეებით და სახელებით ხედავთ თუ ვინ არის ის ჯგუფი ადამიანებისა, ჩვენი თანამოქალაქეებისა, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ზოგი ექიმია, ზოგი
ლექტორია ზოგი ვინ და ზოგი ვინ არის, მაგრამ ადამიანები, რომლებიც საქართველოს ისტორიული განვითარების წინააღმდეგ მიდიან და მათ აქვთ ერთი სურვილი დაუქვემდებარონ საქართველოს განვითარება სხვათა ინტერესებს, რათა დაიმსახურონ სხვისი ტაში, მას უნდა დაუკრას ტაში ევროპარლამენტარმა, რომელიმე ელჩმა უნდა ჩაიხუტოს, რომელიმე ევროპის დღეზე მიიწვიონ და ხელი ჩამოართონ და სურათი გადაიღოს. ეს არის კულმინაცია მათი პიროვნული, ასე ვთქვათ, რაღაც მიღწევისა და არა საკუთარი ქვეყნის განვითარება. ამიტომ პირიქით მე მივესალმები იმას, რომ ჩანდეს რაც შეიძლება გამოკვეთილად სადგას ქართველი ხალხი, ქართველი ხალხი დგას 26 მაისს თავისი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას და სადგას ეს ჯგუფი მარგინალებისა, რომლებსაც სხვისი დროშა აინტერესებს, სხვის დროშას აფრიალებენ, სხვას ჰიმნს მღერიან, სხვა ენაზე აქვთ შეძახილები და ქართულისგან ყველაფრისგან უკვე იცლებიან. ოპოზიციაზე მინდა კითხოთ ასევე გრძელდება დაპირისპირება და ერთ-ერთი საფუძველი გახდა ნიკა გვარამიას ინიციატივაც, რომ ლელო და გახარიას პარტია შეუერთდნენ მათ გაერთიანებას. პარალელურად მიხეილ სააკაშვილი აკრიტიკებს ყველას, მათ შორის ჩერგოლეიშვილსა და ბოკერიას ყველაზე მწვავე და იგივეზე მიანიშნებს ოპოზიციის ეს მდგომარეობა და მათი ეს განცხადებები. ეს ყველაფერი ფარსი არის, რასაც აკვირდებით, როდის იყო ლელო სხვაგან და გვარამია სხვაგან, ან გახარია სხვაგან და მელია სხვაგან. ერთი ჯგუფი არის, აი სწორედ იმ მარგინალური ადამიანების ჯგუფი. და რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიმე ასეულია თუ რამდენიმე ათასია, მარგინალი ნიშნავს, რომ ის არის საზოგადოების ისტორიული კონტექსტიდან ამოვარდნილი ადამიანები და ეს არის ერთი ჯგუფი, რომელსაც სწორედ ეს ერთადერთი მიზანი აქვს, რომ უცხოელმა შეაქოს. აი აქამდე დეგრადირდა ჯგუფი ადამიანებისა, რომ არათუ პატრიოტიზმზე და აი სამშობლოს სიყვარულზე არის შესაძლებელი მართთან საუბარი. ადამიანებს თვალები აქვს დაბნელებული, რომ უცხოელმა შეაქოს, ინგლისურად გაიგონა რამდენიმე საქებარი სიტყვა, ამის იქით არაფერი არ აინტერესებს რა დაემართება ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ეს არის მათი მთავარი პრობლემა პოლიტიკოსებს რაც შეეხება, ის არის, რომ მათ გადადგეს ღალატის ნაბიჯი, როცა ღალატში შევა ადამიანი, ჩვიცით ჩვენი ისტორიიდანაც რა შედეგები აქვს ამას. ხორღანაშვილსაც ექნებოდა თავისი გასამართლებელი რაღაცა, ალბათ არგუმენტები, როგორც ესენი მოიშველებენ, მაგრამ ისტორიამ ყველაფერს გასცა პასუხი, როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ ვიდიხარ, სხვის ინტერესებს ითვალისწინებ და სხვის ინტერესებზე მოქმედებ, მაშინ ხარ ხორღანაშვილი. ბატონ შავა, რუსთავი არის ოპოზიციამ დაახალისა თავის დროს ახალგაზრდები კანონმდებლობისგან და დღეს ოპოზიციის აქტივისტები აქტიურად ითხოვენ ხალხისთვის ამ პირობისთვის ნახვის ჩარიცხვას. აი თქვენი აზრით ამ ახალისების ფონზე სპეციალური პლატფორმის არის ამის შექმნა, თქვენი აზრით ამ ახალისების ფონზე ახლა თანხების მობილიზება რასებს ნახეთ ჩვენ რომ იმ დღესაც ნახეთ ჩვენ მაშინ ლიდერები როგორ მიიფანტნენ 4 ოქტომბერს გულისხმობ შემთხვევაში როგორ მიიფანტნენ, მანამდე ძალადობრივი აქციების დროს ნახეთ ლიდერები როგორ იმალებოდნენ და წინა ხაზზე გაუშვეს ყველაზე მოწყვლადები. და სწორედ ეს არის მთავარი ამორალურობა ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი ამ ძალადობისა, რომ ყველაზე მოწყვლადები გაუშვეს წინ, თვითონ დაიმალნენ და ახლა პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდათ ამაზე. კიდევ ერთხელ ეს ადამიანები, ვინც დღეს სასჯელს იხდიან ძალადობისთვის, პოლიციელებზე თავდასხმისთვის, პარლამენტის და სხვა შენობების გადაწვის მცდელობისთვის, ქვეყნის ამოტრიალების სურვილისთვის, ეს ადამიანები არიან სწორედ აი ამ პოლიტიკური ლიდერების და ევროპელი ლიდერების პირადი პატიმრები. მათ წააქეზეს გახსოვთ თქვენ ევროკომისიის პრესპიკერმა პირდაპირ მხარი დაუჭერა 4 ოქტომბრის გადატრიალებისთვის დაანონსებულ შეკრებას, წააქეზეს, წაიყვანეს ძალადობაზე და ახლა ჩირგვებში არიან დამალული და ერთი სიტყვის ამოღება არ უნდათ ამასთან დაკავშირებით და რაც თავარია თვითონ ამ ადამიანებმა, ვინც დღეს არიან, ვინც დღეს იხდიან სასჯელს ძალადობისთვის, უნდა გააცნობიდნენ და დაფიქრდნენ, რომ მათ საქართველოს სახელმწიფო კი არ ედავება და მისი სახელმწიფოს გამო კი არ არიან დღეს ციხეში. ისინი არიან
ავანტიურისტი პოლიტიკოსების და საქართველოსთვის ბოროტის სურველი უცხოელების პირადი პატიმრები არიან. მათ შორის ნახეთ ეს პროცესების დროსაც, როდესაც აქეზებდნენ, რომ საპროცესო შეთანხმებებზე არ წასულიყვნენ, არ ეღიარებინათ ის, რასაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ხედავდით, როგორ ურტყავდნენ პოლიციელს, როგორ ესწროდნენ მაშხალებს და ეს არ ეღიარებინათ, რაც პირდაპირ ეთერში ვნახეთ. ასე რომ დაფიქრდნენ, მე მგონი დრო არის ეს ადამიანები და საკუთარი და სათანადოდ პასუხი გასცენ მათ, ვისი წაქეზებითაც ისინი აღმოჩნდნენ საპატიმრებში. ბატონ რუსთავიორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპარლამენტის კვესტორთა კოლეგიაში გაასაჩივროს ევროპარლამენტის ის გადაწყვეტილება, რომლითაც გააფრთხილა ჩვენი ტელეკომპანია და მომავალში გულისხმობს 1 წლით უკვე აკრედიტაციის შეჩერებას. მათ შორის სამი ტელეკომპანიაზეა სულ საუბარი. ჩვენ გავუგზავნეთ თლიანი ჩანაწერი შავი მასალა, თიც დასტურდება, რომ ყოველ ჩვენს ჟურნალისტს არ დაუპოვია წესები. ასევე მიმართეთ წერილობით, თუმცა ახსნა განმარტებები არ მოგვისმენია. რას ფიქრობთ, რა მიდგომა აქვს ევროპარლამენტს ჩვენთან და რუსთავიორის გადაწყვეტილებას? მე მგონი აი რუსთავიორის საქმე ზუსტად კარგი მაგალითია იმისა, რომ საქმე გვაქვს ჩვეულებრივ ჟურნალისტების დევნასთან, რაც არის სიტყვის ჩახშობის ერთ-ერთი მეთოდი, ან სურვილისგან არის განპირობებული. მეც ნახე სავარაუდოდ რაზეც არის საუბარი, შეეხება ევროპარლამენტარის მარკეტა გრიგორიევას თუ არ ვცდები და მე მგონი ყველამ ნახა ეს კადრები რაც იყო, ამაზე თუ შეიძლება იყოს სანქცია რომელიმე პარლამენტში, საქართველოში ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იმუშავებდა მაშინ. ყველა ჟურნალისტი, რომელი ტელევიზიიდან არ უნდა იყოს, ის რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს თუ არის ევროპული სტანდარტი, რომ ამის გამო ჟურნალისტი დაასანქცირო, მაშინ საქართველოში საერთოდ ჟურნალისტი ვეღარ იქნებოდა. ამიტომ გასაკვირია, რასაც უყურებს საერთოდ რას გვედავება, ვინ გვედავება ამ დროს ფიქრობ მე საქართველოს პარლამენტს, როცა უყურებ ევროპარლამენტის კორუფციას, როცა უყურებ დევნას ჟურნალისტების, როცა უყურებ მტრულ და ფაშისტურ განცხადებებს ხალხების მიმართ, აი ამად იქცა დღეს ევროპარლამენტი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ სამწუხაროდ ჩვენ ვაკვირდებით ახლა ევროპარლამენტის სოვიეტიზაციის ფინალურ ეტაპს. ამის იგით უკვე საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა არის და მართლაც სასწაული არის სადამდე მიიყვანეს სხვათა შორის რამ ზოგიერთმა აღმოსავლეთ ევროპულმა პოსტსოციალისტურმა ქვეყანამ ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა მათ შორის აი აქამდე მიიყვანეს, დააბრუნეს, თავი დაიბრუნეს საბჭოთა წარსულში, რასა იუკნევიჩიანებმა და მსგავსმა საბჭოთა მოქალაქეებმა, რომლებიც თავის დროზე გორბაჩოვის თანამებრძოლები იყვნენ. ასე რომ კიდევ ერთხელ მე კარგია თუ კი ამას ასაჩივრებთ და არ ვიცი რა გადაწყვეტილება იქნება ევროპარლამენტს, თუმცა კიდევ ერთხელ ის რაც ჩვენ ვიხილეთ თუ როგორ ცდილობენ ჩაახშონ თავისუფალი მედია, არ ვიცი ხა სიმართლე გითხრათ, სულ უფრო მეტი და მეტად მიცდება კითხვა, საერთოდ რა გვაქვს საერთო ასეთი ღირებულებების პოლიტიკოსებთან და ადამიანებთან, ქართული როგორც ქართული ფასეულობები, ისე ქართული დემოკრატია რამდენიმე თავით მაღლა დგას, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ევროპარლამენტში ხედავთ, ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა ასეთ ევროპარლამენტში არანაირად არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ მონაწილე. ამ თემას გავაგზავნებ ქრისტოფ პრიზაზე მინაკითხოთ, პოლონელი ევროპარლამენტარი, რომელიც აღიარებს, რომ აქტიურად იბრძვის ქართული მედიების ასანქცირებისთვის და მაშინ, როდესაც კითხება საპასუხო სიუჟეტები მის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციებს და ის ამას აღიქვამს როგორც თავდასხმას ქართული მედიების მხრიდან და მან გავრცელა განცხადებაც და სააკაშვილთან დაკავშირებით ლაპარაკა, რომ სააკაშვილი არის პოლის პატიმარი და ის უნდა გათავისუფლდეს. აი როგორ შეახსენებთ უბრალოდ ამ ევროპარლამენტს? მის ერთ განცხადებასაც დავამატებ, შეიძლება ბრეიზა ამბობს, რომ სააკაშვილი დაკავებულია ლიხ კაშინსკის დაკრძალვაზე გვირგვინის ყიდვისთვის და სავარაუდოდ გულისხმობს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს. არ ვიცი, ეს ადამიანი ან სულელია, ან თავს ისულელებს. ეხლა თუ სულელია, ნიშნავს რომ არ იცის რომ არანაირ კაჩინსკის დაკრძალვის გამო კი არ არის დაბადება, არამედ საქმე რომელიც მის წინააღმდეგ არის, ეხება იმას რომ თავისი შვილს ბიუჯეტიდან უხდიდა კერძო სკოლის ფულს.
კითხვა ევროპარლამენტს, რომელიმე ევროპარლამენტს ეს რომ გაეკეთებინა ბიუჯეტის ფულით გადაეხადა თავისი შვილის კერძო სკოლის გადასახადი. იქნებოდა თუ არის კორუფცია? კი, იქნებოდა. ეხება საქმე იმას, რომ ბიუჯეტის ფულით სააკაშვილმა ჩაიტარა პლასტიკური სხვადასხვა სახის манипуляციები და ოპერაციები. თვალწოდები მე მგონი მილიონ ლარამდე იყო დახარჯული მისი სახის გალამაზებაში და შუბლის გასწორებაში და იმაში რომ ესე თქვა თავი მოეწონებინა ვიღაცისთვის. ეს რომ გააკეთოს რომელიმე ევროპარლამენტარმა ეს არის კორუფცია თუ ეს არის პოლიტიკური დევნა და თუ კი ეს ყველაფერი კორუფცია მაშინ ახლა თავს ისულელებს ეს ადამიანი ან გამოდის რომ მაშინ ეს მისთვის მისაღებია ამიტომ ეს არის ჩვენ საქმე გვაქვს ფასეულობის არ მქონე წევრებთან ევროპარლამენტის რიგ შემთხვევაში კორუმპირებულებთან და ამ ადამიანზე ზუსტად ეჭვი მაქვს რომ კორუმპირებულია ეს ადამიანი თორემ ხა თავს ესე რატომ გამოიყვანდა სულელად რომ იტყოდა თითქოს ვიღაცისთვის თაიგულის ყიდვის გამო არის 9 მილიონი დახარჯული ხა არითმეტიკულად მაინც გადათვალოს 9 მილიონში რამდენი თაიგული ჩაეტეოდა თუ ასე შემდეგ ამიტომ კიდევ ერთხელ მე ამას წინავს თქვი იმის ერთ-ერთ ასეცელობაზე და ახლაც გავიმეორებ რომ არ ვიცი რა ბედვი გვაქვს ასეთი რომ ევროპარლამენტში მართლა ერთი მტერი ისეთი ვერ გავიჩინეთ რომელიც ნაცი არ იქნებოდა მიშისტი არ იქნებოდა და რაღაცა დონეზე მაინც ღირსეულ მტრობას მაინც შეძლებდა ასეთი უღირსი მტრები რო ყავს საქართველოს ესეც ჩვენი უბედურება არის სამწუხაროდ ასეთი პოლიტიკური ლანდშაფტია დღეს ევროკავშირში საქმე გვაქვს აბსოლუტურად არაადეკვატურ ხალხთან რომელიც ან ან პოლიტიკური გავლენის ან საკუთარი სისულელის გამო ეხვევიან ასეთ შარში საქართველოს წინააღმდეგ. ასევე გითხავთ დანიაში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით რომ ძალადობრივად დაშალეს ეს საპროტესტო აქციები, თუმცა მეთქე დღეა უკვე ევრობიუროკრატიის მხრიდან არანაირი განცხადება არ გაკეთებულა, როგორც შეფასებაა. მას მაშინ როდესაც დანია გადააკეთებდა აქტივობდა დანია არა მხოლოდ გვაკრიტიკებდა, არამედ დანია ფულს ხარჯავდა წინა საარჩევნოდ ქართული ოცნების წინააღმდეგ და დანიის ელჩმა საქართველოში, დანიის ელჩი საქართველოში მაშინ დაემალა მედიას, ხმა არ გაიგო და სამთავროდ დანიის მედიაში არ ატყდა სკანდალი ამასთან დაკავშირებით, ჩვეულებრივად აგრძელებდა დაფინანსებას და მხოლოდ ამის შემდეგ, ამ სკანდალის შემდეგ დანიის მედიაში მოუწია ამ დაფინანსების შეწყვეტა და მაშინ ყველამ დავინახეთ, ის NGO-ს და გვაჩვენებდნენ მაშინ ორგანიზაციას, მთელი NGO როგორ გადაპორტირდა შემდეგ ლელოში და ამანაც კარგად აჩვენე რასთან ქონდა საქმე. რაც შეეხება ამ პოლიციის ბრუტალურ ქმედებებს, ეს არ არის მხოლოდ დანიაში, ჩვენ იგივე კადრები ვნახეთ ბერლინში, პარიზში, სხვა დედაქალაქებში, როდესაც პოლიცია ბრუტალური მეთოდებით, ძალადობით შლის კრიტიკოსების სხვადასხვა აქციებს. და შლის თან რა მეთოდებით? ხო, ხა დანიაში ვიხილეთ ძაღლების მიქსევით და ხელკეტების ტყმევით. ხა არ ვიცი, ხა ესეთი კადრები რომ დაენახა ვინმეს საქართველოში რომელიმე ასეთი აქციის დროს პოლიციის მხრიდან. ხო წარმოგიდგენიათ რა წივილ-კივილი და ლოყების ხოქვა იქნებოდა დანიის ელჩის მხრიდან პირადად. იმიტომ ის პირადად გამოირჩევა გაცხადებებით, რომლითაც პედესტალიდან ცხვირაბზოებული გვესაუბრება ხოლმე ადამიანის უფლებებზე. ეხლა ისეთი შტაბ-ბიჭდება ჩდება, როცა ხედავთ კოპენჰაგენის, როცა ხედავთ ბერლინის, პარიზის კადრებს, რომ ევროკავშირში იქნება აღქმა, რომ ევროკავშირში კრიტიკოსების ძაღლების მიქსევით და ხელკეტებით გასწორება და დაშლა არის მისაღები ქცევა. და გვაინტერესებს აგვიხსნა სად ვიმყოფებით 100 წლის წინანდელ ევროპაში ვიმყოფებით, სადაც ესე ძაღლებით და ხელკეტებით დაძლებდნენ მათ, ვისაც არ ეთანხმებოდნენ და სხვა მიაჩნდათ. ეს არის აიმენაირად ფასეულობა. კიდევ ერთხელ, ეს არ არის ქართული ფასეულობა. ეს შეიძლება არის კოპენჰაგენური რაიმე ფასეულობა და კი ბატონო იყოს მათი ფასეულობა და მიხედავს ამას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანოები, მაგრამ შემდეგ იქიდან უგველაპარაკებიან რაიმეზე საერთოდ სტანდარტ სიტყვას ნუახსენებენ, როდესაც ძაღლებს უქცევენ ადამიანებს, აი ამ ქვეყნის ელჩი მერე საქართველოსზე პრეტენზიებს გამოთქვავს, ჯერ მიხედონ იმას, რომ ძაღლებით არ მიუქციონ ადამიანებს, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან. უსმენთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 17 საათზე ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.